ხვიანს 2-9-7 კიდე დაწევ. ეს რა არაფერი არაა ბიჭო. ერთი კაცი საწვავზე. სარკენს მოძვრა, ყველაფერი მოძვრა. რა აჩქარდა ამის ბედა შევეც. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ისევ და ისევ დასავლეთიდან, ოღონდ ახლა ქუთაისში ვარ. ქუთაისში რა გვინდა? ჩამოვედით, დღეს არის 11 მაისი. სანამ საქმეზე გადავალ, გეტყვით, რომ ჩვენ 3 მაისს ვიასპარეზეთ, ნახავდით კიდევაც ვიდეოს და აბსოლუტ კლასი ტრაქში მოვიგეთ. შესაბამისად, ჩვენ რუსთავის ავტოდრომზე ძალა ჯანი მოკლებული ქონდა ჩვენ ავტომობილზე, იმიტომ რომ საფარზე სასტიკად ვერ ეჭირდება ჩვენი მანქანა, არა მარტო ჩვენი მანქანა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრის მანქანა და ეხა ჩამოვედით დასავლეთში კარგი დროების დასაწერად. ვიცით, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც არ აქვს, სადაც არ უნდა წავიდეთ. ამ მანქანას რაც შეუძლია მაქსიმალურ ჯანს და ძალას ვერ გამოვიყენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საფარზე საერთოდ არ ეჭირდება. ეხა მინდა გითხრათ, რა გვინდა? ნუ, რატო ჩამოვედით ქუთაისში? ქუთაისში ჩამოვედით, იმიტომ რომ ზღვის დონიდან შესაბამისად უფრო დაბლა ქუთაისი, რაც უფრო დაბლა ზღვის დონიდან ზოგადად მანქანა უკეთესად დადის და მე მინდა ეხა გავხსნათ დრაგის აპლიკაცია. საქართველოში გავლილი დროები მაქსიმალურად პირველ ადგილოსანის გავლილი დროები მოტო იქნება, მანქანა იქნება, ჩემთვის არ აქვს უკვე მნიშვნელობა. გითხრათ თუ ვის რა დროში აქვს გავლილი და ჩვენ ჩამოვედით 402 მეტრი რომ გავიაროთ რვიანში, ანუ 8-ში მინდა რომ 402 მეტრი გავიაროთ. იქედან გამომდინარე რომ ამ მანქანას შეუძლია 8-ის დაბალის და 7-იანის გამოაჩინოს. ოღონდ შესაბამისი ტრასა და ტრეკი ჭირდება, ანუ წებო ჭირდება 402 რომ მაქსიმალური შედეგით ვიასპარეზოთ. მაგრამ ეხა აქ რასაც მოეჭიდება დღეს ქუთაისში იგივე იმ დროებს ავწევთ, რასაც მოეჭიდება იმას გაივლისა. მოკლედ ეხა გეტყვით რა 0-100 საქართველოში ყველაზე მაგარი დრო არის 2-1, ანუ 2-10. ნიკა დოლმაზაშვილს აქვს გავლილი მოტოთი. მანქანას საქართველოში 0-100 არ გაუვლია 2-1-ში, 2-2-ში, 2-3-შია გავლილი და ეგ ერთ ჩვენ ვართ, ანუ ჩვენს წინ მოტოები დგას 5 მოტოა და 5-ვე, ანუ 2-1-ში აქვს გავლილი, 5-ვეს 2-3-ში გვაქვს ჩვენ გავლილი და მანქანებში უთმობლიანებში 0-ში პირველი ვართ. შევეცდებით რომ 0-100-ს გამოვასწოროთ. ასევე 100-200-ში ეხა დრაგის აპლიკაციას უყურებ მე და დრაგის აპლიკაციის დროებით გელაპარაკებით თქვენ. 100-200-ში ლაშა ჭეიშვილს აქვს მოტოს 274-ში გავლილი და შევეცდებით 274-ის მოხსნათ, მაგრამ ჩვენ რადგან 402-ისთვის ვართ ჩამოსული 100-200-ის და 200-250-ისთვის და 0-100-ისთვის მანქანა არ ყავს გასწორებული, უпростоრეთ 0-100-ისთვის ყავს გასწორებული, ვიდრე 100-200 და 250-ისთვის, მაგრამ 402 მეტრს რო გავზომოთ, რა დროებსაც აიყოლიებს, მაქსიმალურად შევეცდებით რომ იგივე დროები თქვენს გაგიზიაროთ და დრაგის აპლიკაციაში ავტვირთოთ და ერთად ვნახავთ თუ რა დროებს მოხსნით 402 მეტრთან ერთად პლუს 100-200 და 200-250-ს. 100-200-ში ვართ მესამეზე 292-ში გვაქვს გავლილი. ჩვენ წინ 4-ბორბლიანი არ დგას. 200-250-ში ვართ მეორეზე, ანუ პირველზე არის 209-ში ისევ ლაშა ჭეიშვილს აქვს გავლილი მოტოთი და 229-ში გვაქვს ჩვენ გავლილი. ეს არის 4-ბორბლიანის მაქსიმალური შედეგი დღეის მდგომარეობით დრაგის აპლიკაციაზე რაც არის ატვირთული, აქაც ჩვენ ვართ 4-ბორბლიანებში, ანუ მანქანებში პირველი და ეხა გადავალ 1.4 მილზე, ანუ 402 მეტრზე. 402 მეტრის რეკორდი საქართველოში არის 886. ესეც ლაშა ჭეიშვილს ეკუთვნის და ჩვენ დღეს შევეცდებით და მაგიტო ვართ ჩამოსული რომ ლაშა ჭეიშვილის რეკორდი მოხსნათ. ანუ საქართველოში 402 მეტრის რეკორდი მოხსნათ აპლიკაციაში, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს. რაც შეეხება თან დავამატებ თუ ჩვენ რეკორდი მოხსენით, პირველი 4-ბორბლიანი ავტომობილი იქნება, რომელიც დრაგის აპლიკაციაში, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც რბიანიდან, ანუ ცხრიანიდან გამოვა საქართველოში და აიტვირთება დრაგის აპლიკაციაში. შესაბამისად, ჩვენ ჩამოსულები ვართ იმისთვის, რომ ეს ყველანაირი დრო მოვხსნათ. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვართ ჩამოსული 402-ისთვის, მაგრამ 402-ის მოხსნის დროს რა დროებსაც აიყოლიებს, შევეცდებით, რომ დანარჩენი დროებიც რაღაცნაირად პირველზე მაინც გადავიდეთ და მოდი ახლა წავიდეთ
უკვე ქუთაისში შევიდეთ შიგნით ბანზე და დავიწყოთ მანქანის ტესტირება. რაც შემეძლო, მე მაქსიმუმი გავაკეთე ამ მანქანაზე, გავაკეთეთ ჩემმა გუნდმა ABP პერფორმანსმა. ეს მანქანა არის გამზადებული წებოსთვის, ეს არ არის ქართული გზებისთვის, ეს არ არის ჩვენი საფარისთვის გამზადებული. ამას რეალურად ტრეკი და წებო ჭირდება და ჩვენ შევქმნით მონსტრი, რომელიც ამ პატარა საქართველოსდან სოფლიოს მასშტაბით იტყვის სახელს და ამ სახელთან ერთად დარწმუნებული ვარო ძალიან ბევრ რეკორდებს მოხსნით ჩვენ პატარა საქართველოში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს გზებზე და ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად დღეს ამ ვიდეოში და ამის იქეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ამ მანქანით დღეს სრული ჯანით არ ვივლის, სრულ ჯანს გამოვიყენებთ აუცილებლად სხვა ქვეყანაში, სადაც ამ მანქანას დავაყენებთ წებოზე და მაქსიმალურ შედეგებს დავაფიქსირებთ. ეხლა ავდგეთ და წავიდეთ, გადავინაცვლოთ ბანზე და ძალიან მაგარი კადრები და ძალიან მაგარი მომენტები გელოდებათ ამ ვიდეოში. არ გადაახვიოთ, დაელოდეთ ბოლომდე და ბოლომდე ბიჭო, კი, просто უცეთ არ გამიღო ხოლმე, თორე კომპიუტერს დავუწვავ, პროგრამას რო ვაწერდი. მომიკაკუნე ხოლმე რა. ეხლა წნევა იყო დაბალი რა. წნევა იყო დაბალი რა. წავიდა ხო საკაი. ეს რა გეითის წნევაა, ეს არაფერია, ეს აი 20 PS-ა. მაგრეცა. კაროჩე, კარგათაა საწვავის სისტემა. ეხლა ცოტა ბაევოი მაპში დავაჭრე. როგორ ახარ, ბესიკ? დღეს შეგელია დააჭირო. რვიანს. დავედით. კიდე დაწევ. ეს რა, არაფერი არაა, ბიჭო. პირველში, მეორეში რამდენი ვიბუქსავი და ამოღამე? შენ ძმობას გეწევი 50 მეტრა სუზოლი არის. ვაფშე სუზოლია, ბრატ. შუშას გააკეთებენ ავტო და დავიძვრები. არ გაწდება ეგ. აგ 56 PS-აი ჩაბერა მაღლებში. რაო და პირველი, ანუ მაპი რომელიც ჰქონდა ჩვენ დრაგზე რითიც ვიარეთ რა. დრაგი რითიც ვიასპარეზეთ, მაგ მაპით დავაჭირეთ რა და პირველივე დაჭერაზე გამოვიდა ცხრიანიდან 80-ში გაიარა 8-9-ში და 200-250 ქონდა 2-1, 100-200 ქონდა 2-9, 402 ქონდა 8-9. მაგრამ მაქსიმალურად შევესწრებით რომ 8 ნახევარი დღეს დავწეროთ რა და გავჩერდებით სავარაუდოდ 8 ნახევარზე, იქიდან გამომდინარე რომ არ ეჭიდებოდით რა და დანარჩენს უკვე სხვა გეგმები გვაქვს საქართველოს გარეთ და მაქსიმალურად შევესწრებით რომ საქართველოს გარეთ მაქსიმალური ამანქანის შედეგი დავდოთ, რისთვისაც ავაწყოთ. არა, ეხლა მაგ 402-ის მუღამის მარტო. 402-ში მაგ 100-200 ისე ავიყოლებო. არა, სარკე რო ამოდი 100-200 გადასწრა. ჯერ არა. მაგას წებო უნდა რაზე არა. 100-200-ში. აი, ის თან რო გადაბუსტო იქ იმას იძახი. ეხლა მე მინდა პირველი მანქანა იყოს, რომელიც რვიანს გამოაჩენს 400-ში. შეიძლება საწვავი იყო ნაკლები ბაკში, იმიტომ რომ შვის ქვემოთაა და ეს ხო იტყულება და ეხლა გადავასხამ 20 ליტრას საწვავს რა ვაფშე. ერთი კაცი საწვავზე. კატა მიდი დაეხმარე. მე გამომიდო. 10 ლიტრას სპირტი მინდა პროსტო რო ჩავასხოთ დოს. Yeah, it's going down, it's going down. Yeah, it's going down. Whole time, trap leading, me still with them. Freedom guys. 402 გაზომე პირდაპირ და ლოგიც აიღე რა. Хорошо, დაიწყო. გავჩერდეთ თუ დავაჭირო?
ეხლა რა დროში გაიარა? ბიჭო, ვერ გავიარე, იმიტომ რომ კაკრას იქ დაჯდა აგრანიჩენიაზე, სადაც 100-200-ით უნდა გამეზომა და დანარჩენი და 0-100 გვაქვს 2-2 რა. 6.50-ია გაჩერებული ავტო, 6.40, 6.50, 6.60 ესე თამაშობს. აი და ეგ გახსოვს გაჩერებული იყო ჩვენ რომ გავასწორეთ 550, 530 თამაშობდა. ეგ დავაყენე ახლა 550-ზე. კაი. ალექს. დაუწიე. ჩამოწიე. კიდე. კაი, გააჩერე. არობესი. ბიჭო, ახალი დეწყო ეხა. ჯერ მაინც ტესტავთ რაღაცაებს რა. და 0-100 გვაქვს შედარებით უკეთესი. ეხა 2-2-ში გავიარეთ, 2-3 და რაღაცა უნდა გავლის. კარგი, მოიცა ერთი წამი. რაღაცას გადავამოწმებ და ბაქში ნასოსი რაც არის, მაგას მოუმატებ ცოტას. хорошо. ბესიკ, მოდი. 0-100 ქონდა 2.39 ჩვენ. ტრეკზე რაც გავიარეთ და 2-2-ში ავჩქარდით ეხა რა. 0-100, 2-2-ში ავჩქარდით და ეხა განახებ 402 მეტრს. რამდენშიც გავიარე წეღან რო გეუბნებოდი. 8-9-ში გავიარე და გაზი აშვებული ვაქვს. 8-8 ASD იყო უეჭველი რა. 100-200 2-9-ში ავჩქარდით, 0-200 5-5-ში ავჩქარდით და 200-250 მქონდა ამ ASD-ზე 2-1 რა. ბიჭო, არ ვიცი რავი. მოდი მაინც უნდა მოვტრიალდეთ, ერთდაჭერას დავაჭერ რა და თუ არა და მე მივიდეთ იქ სადაც ვიყავით, სადაც ჩამოსვით აქ და გადავამოწმებ კარგად ყველაფერს. კარგი. აი, წავედით. She gon' get paid if she want to. We gon' get paid when we want to. სარკეც მოძრა, ძმა, ყველაფერი მოძრა. რა აჩქარდა. ილოცავთ ბიჭებო 8-5-ში გავიარე 402 მეტრი. просто მანქანაში მომძრა ყველაფერი, ძმა, სარკეც მომძრა და ყველაფერი. დაიშალა კალოშ. მიდი გაასწორებს მოგას რა. აი და იყიდე რა. 8-5. მაგრამ სარკე ყველაფერი მოძრა მანქანაში. ჩასასვლელია? ო. რამდენია? 402 გავიარე 8-5-ში 200-250 2-0-ში 0-200 4-9-ში 100-200 2-7-ში 0-100 2-1-ში. არა. აუიდა ჩი. მაგერად. ავტო სადა? ეს. ავტო. ლოგი აღარ ამიღია. იქედან გამომდინარე რომ კამერა მქონდა დრაგის ჩართული. ბიჭო, მე დიდი პლანშეტი მაქვს და მაგას მოგწევნა, მაგით აიღო. სიმკარტაც ედე. ო, ბიჭო, აი იქეთ რო გადავიდა კამერა ჩავრთე. ნახე? ხო. კამერა რო ჩავრთე ის გამითიშა რა. სულ ისეთი იყო რომ ბიჭო მაღლებში გიბედნებდა რა. ო, მესი ქონდა წინაზე რომ დააჭირე, პირველი ორი დაჭირა 13 მაღლებში. და აპასნის მესია რა და ბაქში რო ეცემოდა ნასოსიც მემა მაგიტო და ეხლა რო ჩაიარე ისეთი აფთიახის ვინ დააყენე კაის მესი იქნებოდა. სადაა ვიდეო რო გადავიღე? არა უტვირთია? 0-100, 100-200 ეს მესამე მაპი იყო? ხო. ის ბაევოი არ ჩამით.
ბიჭო, მეოთხე მაპით შეგიძლია ვაფშე გაკორებულიდან ცადო მარტო, იმიტომ რომ ანუ პრინციპში ხო რა, მესამეში და მეოთხეშია მეტი ბუსტები რა, ანუ რაც მაღალია მაპი, просто მესამე და მეოთხე სიჩქარეშია მარტო მაღალი ბუსტები რა. მეოთხეა არა, მეორე მესამე მეოთხეში. ო, იქ მეოთხეში ჩვენ მეოთხეში დავამატებთ. და აქ არ გვაქვს მეოთხეში ეგრე დავამატებული რა. ალეკო, ის გადამიმოწმე რა, ხო არ მოიშვა კრიშკა. ხო, აბა, просто ისაა ბიჭო, კრიშკას იმაშვება. ლაპანი ამოაგდო. რომელი? კრიშკიდან, ხო? ო, მიაწვა იმან და მაგით. ზედმეტი ძნევა იყო. ხო, ვიხლა, აი, კარტერის გაზებმა მიაწვა და მაგით. ა? ჩაუდოთ უნდა ძმა? აღარა? დაიკარქა? ცუდია. ავთო, კრიშკა რო გაქვს და საჰაერო რო აქვს, ხო იცი? მაგას თავზე ხო ალუმინის შპილკა აქვს და ეგ შპილკა გაისროლა. და კრიშკას ვახუ, იკოვე? კრიშკა არ მოძრა. კარტერის გაზებმა მიაწვა და შუაში რაც დევს, ცენტრალური, რაც ჰაერს უშვებს და კეტავს, ეგ გაისროლა. კლაპანი. ხო. ხო, არ ყოფნის კარტერის ისენი რა, საჰაეროები. საქშენი აღარ ყოფნის რა. მაშინ მაგას მო დავაერთოთ რამე და გავუშვათ. ორი ცალი გვაქვს კრიშკიდან და მაგასაც უნდა დავაერთოთ რა. შეიძლება სუსტიც იყო ეგ. სუსტი იყო ხელით ეკანება. ეგ ვერ იჯდა კარგად. ხელით ეკანება. Yeah. Girls turn me up, don't make me have to go crash out my coupe. Girls turn me up, got big rings like King James, no fluke. Girls turn me up, but 100 bottles, I ain't even eating no food. Girls turn me up, I'm in a new mansion, I ain't even swimming my pool. Girls turn me up. Vesica, turbo 30 chest. მალე გავტესტავთ მე და შეიძლება. მალე გავტესტავთ მე და შეიძლება. ბიჭო, კრიშკა როა ზედა რა? ზეც საიდან ხდება? მაგას საჰაეროა. ეგ ზეცას ნახავდით მეგობრებო გარბენებს, ეხა უცებ გადავავლებ თქვენთან ერთად თვალს. ერთი წამით მაპატიეთ. 402 გავიარეთ 8-5-ში. 0-100 გავიარეთ 2-1-ში. 100-200 გავიარეთ 2-7-ში და 200-250 გავიარეთ 2-0-1-ში. რაც შეეხება სულ ძალიან პატარა პრობლემა შეგვექნა ზეთის საიდანაც ისხმება ზეთის კრიშკაზე დამაჰაერებელი ანუ წნევის დამცლელი კლაპანი გვეყენა რომელიც ამოვარდა და წეგან წავიღეთ ბიჭებმა ქუთაისში დაგვეხმარეს ალუმინის ფირფიტა დავადუღეთ და შლანგი ზემოდან შლანგი დავაყენეთ რომლითაც უკვე კარტერის გაზებს ზედმეტად მაქედან დავცვლით ხვალზე რო ჩავალთ უკვე თბილისში მე სხვანაირად გავაკეთებ მაგ ყველაფერს ეხა უკვე ხოძია მანქანა გავდივართ ისევ დასაჭერად ბაევოი მაპით თუ მოვეჭიდეთ გაგიზიარებთ ახალ დროებსაც და თუ ბაევოი მაპით არ მოვეჭიდეთ აღარ ვაწვალებთ მანქანას იმიტომ რომ მესამე მაპით რა მაპითაც ეხა დავაჭერე და რა დროების გითხარით სტაბილურად მაგ დროებს დაწერს და ეხა მინდა მაინც ბაევოი მაპი რაც გვაქვს ანუ მაქსიმალური სადაც უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი თუ მოეჭიდა, ოკეი, ძალიან მაგარ დროებს დავწერთ და თუ არ მოეჭიდა, ესე ძალიან მაგარი დროებია და ამაზე მე კიდე მოკლედ ვისაუბრებ თქვენთან ერთად. ჯერ რამოდენიმე ზაის გავაკეთებ, ეხა წავედით. Need 100K, puts the back in, I'm lit, look. And the shooter always gonna shoot, no I don't miss. Girls turn me up, don't make me have to go crash out my coupe. Girls turn me up, got big rings like King James, no fluke. Girls turn me up, but 100 bottles, I ain't eating no food. Girls turn me up, I'm in a new mansion, I ain't even swimming my. Auto gesvis ჩემი? 100-200 გავიარე 2-7-ში და 200-250 2-0-3-ში. არა, ეხა გამოგიგზავნი და რომ მოვტრიალდები 402-ს დავაჭერ, რა შეიძლება მოეჭიდოს. რავი, 100-200-ში მოეჭიდა. Need 100K, puts the back in, I'm lit, look. And the shooter always gonna shoot, no I don't miss. Girls turn me up, don't make me have to go crash out my coupe. Girls turn me up, got big rings like King James, no fluke. Girls turn me up, but 100 bottles, I ain't eating no food. Girls turn me up, I'm in a new mansion, I ain't even swimming my pool. Girls turn me up. Hey,
Girls turn me up. რამდენი? 80. სამდავედი? ა? ოდე ხარ? არ დავიჯერე და აუ ხوار გადა ორი კაცი ბიჭო ო შეიძლება ორი კაცი ჩემი კარგი მოდა ჩავიდა გორში ბიჭო არაფერი ეხა მინდოდა გატესტვა და იმაში რა ქვია მეორეში ალბათ ან ანტილაგმა დარჩა ცეცხლების როლა გააგზელა და გაუშვი ეგრევე და 8-5 8-6 8-6 სტაბილურად დადის რა ნევეშვა წავიდეთ რაღაც ო რა მე ეგრევე ვფიქრობ იმიტომ 0-100 არა აქვს კაი რა 0-100 რო კაი არა აქვს ვერ დაწერს კაი დროს რა ავი მე მგონი აზრი არ აქვს ეხლა შეცემას პროდუქტა კარგავ ვაიმე რა და მეც ეგრევე ვფიქრობ ხე უნდა დავაჭირო საგნო ზერო აფრება იმე 0-100 რო გაიქო. ისე აბზია. 0-100 რო, короче 2-0-ში გაიაროს. 400-ს უეჭველი 8-3-8-ში გაივლის რა. ვიცით რატოში გაივლის ისედაც ამჯანით და მოხდა საფარი და საფურავი აღარ მესამეში მენა ბუქსაობს ეხა რომ მივდივარ. და დაჟე მეოთხეს ცოტა მეოთხეში რომ მოდის წნევა ცოტას იყოლიებს რა მეოთხეს. 20s, 50s, 100s, I want it, it's mine. Planning the purchase, I'm buying land in the purpose divine. Pull out a family, one roof to stack, it won't cost them a dime. Feel me up seeing my people eat, that's the mark of a done. Can't be losing focus in the clutch, that's gonna cost you your prime. I took precaution, man, been at work since I first saw the sign. X by my cursive and I ain't slipped since I dotted the line. Make sure the ethic match my ambition and wait for the time. ნახავდით მეგობრებო დროებს, გარბენებს ნახავდით, რაც თავარია, შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, 8-იანი გამოვაჩენინე ჩვენ 340-ს. ძალიან მაგარი დროების დავწერეთ და ეს არ არის ამანქანის შესაძლებლობა, ამას კიდე მეტი შეუძლია და მომდევნო ვიდეოებში გეტყვით, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და თუ საქართველოდან არ გავიყვანეთ ეს მანქანა, ბოლომდე პოტენციალს ვერ გამოვიყენებთ და ჩვენ რაღაცებს დავგეგმავთ, მომდევნო ვიდეოში აუცილებლად დაგაგებინებთ ყველაფერს, რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და მე კიდე გემშვიდობებით, თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ და დააკომენტარეთ, როგორ მოგეწონათ დღევანდელი დღე, როგორ მოგეწონათ ჩვენი 340 და როგორ მოგეწონათ 8-იანის გამოჩენა ჩვენს პატარა საქართველოში, განარვიანის გამოჩენა 8-იანის თითქმის დაბალ რვაში გავიარეთ, ჩათვალეთ, იქიდან გამომდინარე რომ მაინც ვერ ვეჭიდებით ჩვენ საფარზე. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ მომდევნო ვიდეობამდე. პრიუს უჭერს ხო? ნახე ძმა, მარტო სპოილერი აქვს 1000 ცხენიანი, ხო? 1000 ცხენიანი სპოილერი პრიუს.